რუკების უმეტესობაზე არაა ნაჩვენები ზღვების და ოკეანეების საზღვრები. ამიტომაც თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ოკეანეები უბრალოდ ერთმანეთში ირევა. მაგრამ სინამდვილეში ზღვების და ოკეანეების საზღვრები იმაზე მეტად საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ მკაფიოა, ვიდრე ამას ჩვენი თვალი აღიქვამს. სიმკვრივე, მარილიანობა, ტემპერატურა და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ ხშირად გინახავთ ეს ფოტო. წყნარი და ატლანტის ოკეანის წყლები ერთმანეთს ნაკლებად ერევა. ეს ყველაფერი კი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ხდება, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ და ქიმიურ ფაქტორებთან. ოკეანეებს განსხვავებული მარილიანობა და სიმკვრივე გააჩნიათ. ატლანტის ოკეანის წყლები უფრო მარილიანია, ხოლო წყნარი ოკეანის წყლები შედარებით ნაკლებად მარილიანი. სიმკვრივის განსხვავება ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის წყლების სრულ შერევას. გარდა ამისა, ოკეანეების წყლებს ხშირად განსხვავებული ტემპერატურა აქვთ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიმკვრივის სხვაობას. ცივი და თბილი წყლები ხშირად არ ერევიან ერთმანეთში სწრაფად, რაც ქმნის მკაფიო საზღვარს მათ შორის. ასევე ოკეანეში არსებული დინებები ქმნის ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის წყლების შერევას. მაგალითად, გოლფსტრიმის დინება ატლანტის ოკეანეში და კუროშიოს დინება წყნარ ოკეანეში სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს და ხელს უწყობს წყლების განცალკევებას. ეს განსხვავებები ქმნის ვიზუალურ საზღვრებს ოკეანეებს შორის, რაც ბევრ ფოტოზე ჩანს და ხშირად ასახულია როგორც ორი განსხვავებული ფერის წყალი, რომელიც ერთმანეთს არ ერევა. თუმცა დროთა განმავლობაში მცირე დოზით შერევა მაინც ხდება, მაგრამ ეს პროცესები ძალიან ნელა მიმდინარეობს. თითქმის 2000 წელია იაპონელები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობენ, ყოველდღიურად დაკავებულნი არიან ამ დიდებული და საინტერესო საქმით. ეს საქმე კი მარგალიტებზე ნადირობაა. მარგალიტებზე ნადირობა გულისხმობს მემარგალიტეების პოვნას და მათ შეგროვებას. მემარგალიტეებად მოიხსენიება ზღვისა და მტკნარი წყლის ორსაგდულიანების საერთო სახელწოდება, რომელთა მანტიაში წარმოიქმნება მარგალიტი. ტროპიკული ზღვების მემარგალიტეების რეწვა მარგალიტის მოსაპოვებლად იწარმოება. იაპონიაში მათ სპეციალურად ამრავლებენ. მტკნარი წყლის მემარგალიტეები ბინადრობენ ზომიერი ჰავის ზონაში, სუფთა გამჭვირვალე მდინარეებში. მემარგალიტეების ნიჟარა საინტერესო ფორმისაა. ის შიგნიდან დაფარულია სადაფი სქელი შრით, რომლისგანაც ამზადებენ ღილებს და სხვა ნაკეთობებს. ქალებს, რომლებიც უკვე საუკუნეებია მარგალიტებზე ნადირობენ იაპონიაში, ამებს უწოდებენ. ამა იაპონურად ზღვის ადამიანს ნიშნავს, თუმცა იგივე სახელწოდების ქალაქიც არსებობს იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ ნაწილში, აიტის პრეფექტურაში. ამები ერთგვარი ფრიდაივერები არიან, რომლებიც 25 მეტრის სიღრმეზე ჩადიან და ფსკერზე მარგალიტებს ეძებენ. ხოლო ეს ტრადიცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე 2000 წელია გრძელდება. საინტერესოა ფაქტი, რომ ეს დაივერები 25 მეტრის სიღრმეში ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ჩადიან. ამები საკმაოდ გაწაფული უნარებით გამოირჩევიან. მათ საკუთარი ფილტვების ხარჯზე შეუძლიათ ჩაყვინთონ, ეძებონ და ზედაპირზე ამოვიდნენ, რომ ისევ ჩაისუნთქონ და ეს პროცესი მუდამ გრძელდება. ამების შესახებ ცნობები მე-7 საუკუნის იაპონურ პოეზიებშიც კი გვხვდება. იაპონელები საუკუნეების მანძილზე მოიპოვებდნენ ოკეანის ფსკერიდან სხვადასხვა რამეს, რაც საბოლოოდ მათ ცხოვრებას უკეთეს ხდიდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც ჩვეულებრივი საკვები, ასევე ძვირადღირებული ნიჟარები. ტრადიციულად ძველი იაპონელი მამაკაცი ტყეში მიდიოდა სანადიროდ, ხოლო ქალები ზღვის სანაპიროზე ეძებდნენ ყველაფერს, რაც საჭმელად იქნებოდა ვარგისი. თავიდან მუხლებამდე წყალში ეძებდნენ გამოსადეგ ნიჟარებს ან საკვებად ვარგის თევზებს, ხოლო შემდეგ უკვე რამდენიმე მეტრზე ყვინთავდნენ სიღრმეში. შესაძლოა სწორედ აქედან მომდინარეობს მარგალიტებზე მონადირის პროფესია იაპონიაში, რომელიც როგორც წესი ქალების პროფესიად ითვლება. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ეს პროფესია ქალების და ეს მიზეზი პირდაპირ კავშირშია ანატომიასთან. როგორც მეცნიერები ამბობენ, კანქვეშა ცხიმის გადანაწილება ქალის სხეულში განსხვავდება მამაკაცის სხეულისგან. ამის გამო კი ქალები წყალქვეშ ცივ წყალში უფრო დიდხანს ჩერდებიან. კიდევ ერთი მიზეზი კი ქალის ხასიათია, რომელიც მას სხვა მისნაირ ადამიანებთან აერთიანებს და ეს ყოველივე კარგ კავშირს ქმნის მათ შორის. ისინი ერთიანდებიან საერთო საქმის სიყვარულით და მხარ შრომობენ, რაც მამაკაცებისთვის ცოტა რთული რამეა. თუმცა ამ საქმეში მამაკაცის როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც წესი, დღეს მამაკაცი ნავზე ელოდება ქალს. კაცს თოკი უჭირავს, რომ საფრთხის შემთხვევაში სასწრაფოდ ამოსწიოს ის და ქალის სიკვდილს გადაარჩინოს. თუმცა მთავარი აქ მაინც ტრადიციაა, რომელიც ქალიშვილებს და შვილიშვილებს გადაეცემოდა საუკუნეების მანძილზე. დღეს ამების უმეტესობა მოხუცი ქალია. თუმცა ისინი დიდი ასაკის მიუხედავად მაინც აგრძელებენ ყვინთვას და ეს საქმე სხვა ახალგაზრდა ქალებზე უკეთ გამოსდით. ჩნდება კითხვა,
რატომ ყვინთავენ იაპონიაში ქალები თითქმის შიშვლები? ეს ერთგვარი ტრადიციის ნაწილია და ამავდროულად პრაქტიკული მხარეც. მათ არ უნდა ჰქონდეთ სხეულზე არაფერი, რაც ხელს შეუშლის ფსკერზე ყოფნის დროს, რადგან შეიძლება აქ ერთი წამის დაკარგვაც კი სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამიტომაც ისინი არჩევენ, რომ სხეული თავისუფალი ჰქონდეთ ტანსაცმლისგან, ასე კი საფრთხეს ირიდებენ თავიდან. მათ მხოლოდ რეზინის ქუდები ჰქონდათ თავზე, იმისთვის რომ თმას მათთვის მხედველობა არ დაეფარა. 1900-იანი წლების დასაწყისში ასპარეზზე წყლის სათვალე გამოჩნდა, რაც ამებმა მომენტალურად აითვისეს და ის მათი ნადირობის განუყოფელი ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 1970-იან წლებამდე, ხოლო მას შემდეგ, რაც იაპონიაში ჰიდროკოსტიუმები შემოვიდა, ამებმა მათი გამოყენებაც დაიწყეს. ამ კოსტიუმების დახმარებით ისინი ინარჩუნებდნენ სხეულის ტემპერატურას და უფრო დიდხანს შეეძლოთ ფსკერზე ცურვა. 1970-იანი წლებიდან დღემდე ჰიდროკოსტიუმები ამების განუყოფელი ამუნიცია გახდა. ისინი დღეს აღარ ყვინთავენ შიშვლები ოკეანის ფსკერზე. დღეს ამების საქმიანობა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა. ისინი ერთგვარი მასწავლებლები არიან და სიამოვნებით გადასცემენ დამწყებ დაივერებს თავიანთ გამოცდილებას და ასწავლიან თუ როგორ შეძლონ ფსკერზე ცურვა დამატებითი ჟანგბადის აუზის გარეშე ძალიან დიდხანს. სუდი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობია. მისი სახელი მოდის არაბული სიტყვიდან სადი, რაც barriers ან საცობს აღნიშნავს. ფართობი, რომელსაც ჭაობი ფარავს, არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და თეთრი ნილოსის ყველაზე დიდი მტკნარი ჭარბტენიანი ტერიტორია. მრავალი წლის განმავლობაში ჭაობი და განსაკუთრებით მისი უღრანი ტევრები ნილოსზე ნავიგაციისთვის გაუვალ barriers ქმნიდა. წვიმების სეზონის დროს, რომელიც აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება, მისი ფართობი ბანგლადეშის ფართობს უტოლდება, სადაც დაახლოებით 164 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სუდი თეთრი ნილოსის მონაკვეთზეა წარმოქმნილი. თეთრი ნილოსი მდინარეა აფრიკაში. ცისფერ ნილოსთან ერთად ის წარმოადგენს ნილოსის უდიდეს შენაკადს. უფრო ზუსტი მნიშვნელობით თეთრ ნილოსს უწოდებენ ტბა ნოდან გამომავალ მდინარეს და მის შენაკადებს. უფრო ფართო მნიშვნელობით კი თეთრი ნილოსი შეესაბამება დაახლოებით 3700 კილომეტრის სიგრძის ტბა ვიქტორიადან გამომავალ მდინარეებს. რადგანაც აქ ზედაპირის დახრილობა ძალიან მცირეა, მდინარე ნელა მიედინება. შესაბამისად, მისი ფართობი იშლება და დიდ ტერიტორიას მოიცავს. ადრეულ წლებში სუდის ჭაობი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზას წარმოადგენდა, თუმცა იქ ნავით ცურვა ძალიან სახიფათო იყო და მისი უდიდესი ნაწილით შეუსწავლელი დარჩა. პირველად ევროპელი ადამიანი იქ 1858 წელს ჩავიდა. ჭაობის ფლორა ძალზე ნაყოფიერია. მცენარეთა უმეტეს ნაწილს ფესვები არ გააჩნია და ისინი ფესვებით გადახლართულ მცურავ მასას წარმოადგენენ, რომლებიც პატარა კუნძულებს ქმნიან. ჭაობის ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. გარდა ამისა, ჭაობის მიდამოებში 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია აღმოჩენილი. ტერიტორიაზე უამრავი ანტილოპა ბინადრობს. რა თქმა უნდა, მცენარეების ნაკლებობა აქ მცხოვრებ ცხოველებს არ აწუხებთ. წვიმების სეზონზე ბალახები წყლით იფარება და ფესვებიანად ზედაპირზე ამოდის. შედეგად იქმნება მოტივტივე კუნძულები. ზოგიერთი ასეთი კუნძულის სიგრძე 30 კილომეტრსაც კი აღწევს. თუმცა ამ კუნძულების სიცოცხლე ხანმოკლეა. ბალახის კუნძული მალევე იშლება წყლის ზედაპირზე. ვის უნდა სურდეს ასეთ ადგილზე ცხოვრება? მაგრამ ადამიანი ხომ განსაკუთრებული ქმნილებაა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თავის გადარჩენა და მდგომარეობაზე მორგება. წარმოიდგინეთ, სუდის ჭაობი დასახლებული ადგილია. აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომლებსაც ნილოტების სახელით ვიცნობთ. ამ ადგილზე ბევრი მწერიდან და ტენიანობიდან გამომდინარე საცხოვრებლად რთული პირობებია, მაგრამ გაშენებულია ქალაქი. ადგილობრივები, რომლებიც წლები ამ ქალაქებში ცხოვრობენ, თავს თევზაობით ირჩენენ. საშიშროება, რომელიც მათ აწუხებს, ჭაობში ჩაძირული სახლებია, რომლებსაც მოგვიანებით თავიდან აშენებენ. დაახლოებით 5-6 წელიწადში აქ სახლები ფუჭდება და ხელახლა უწევთ მათ ამ სახლების აშენება. ნილოტები ხელნაკეთი ხის ნავებით გადაადგილდებიან. აქ რთულია რაიმე საქმის წამოწყება. ვერც მიწას დაამუშავებ და ვერც ვერანაირ მოსავალს მოიყვან. თუმცა ამ ჭკვიანმა ხალხმა წყლის ზედაპირზე მოტივტივე ფერმები ააშენა, სადაც მათ სხვადასხვა წვრილფეხა ცხოველი ჰყავთ გამრავლებული. აქ მცხოვრები ხალხის ყოველდღიური საკვები თევზია, რომლის რაოდენობაც ამ წყლებში ძალიან ბევრია. ხანდახან ადგილობრივებს უმართლებთ და გიგანტ თევზებსაც იჭერენ, რომელთა წყლიდან ამოყვანისთვისაც დაახლოებით 5-6 მამაკაცია საჭირო. ჭაობში ცხოვრება რთულია. აქ ძალიან ბევრი პარაზიტი და დაავადების გადამტანი მწერი ბინადრობს. ხშირად სწორედ ამ ჭაობიდან წასული მწერების გამო ხდება ეპიდემიები აფრიკის ტერიტორიაზე. ყოველივე ამ სირთულეების მიუხედავად ნილოტებს უყვართ თავისი საცხოვრებელი და არ სურთ ამ ტერიტორიის დატოვება.
მათი რწმენა დაფუძნებულია წინაპრების ცხოვრებაზე. ისინი თვლიან, რომ უნდა გააგრძელონ ტრადიცია და იცხოვრონ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ასობით წლის განმავლობაში. დღეს დადგა იმის საშიშროება, რომ სუდის ჭაობი შეიძლება ერთ დღესაც გაქრეს და ამ ხალხს აღარ ექნება თავის გადარჩენის საშუალება. მიზეზი კი ამ ყველაფრისა უზარმაზარი არხია, რომელიც ეგვიპტესა და სუდანს შორის შენდება. მისი პირველი პროექტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. 1950-იან წლებში გადაწყვიტეს, რომ არხის მშენებლობა წამოეწყოთ. სამუშაოები კი 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. პირველ რიგში ამ არხის მთავარი მიზანი ეგვიპტის წყლით მომარაგება იყო. ხელისუფლებამ პრობლემა იმაში დაინახა, რომ ჭაობის გამო წყლის საკმარისი ნაკადი ვერ მიეწოდებოდა აფრიკის ზოგ რეგიონს, რადგანაც ჭაობის გაშლილი ტერიტორიის გამო ის გზაშივე იკარგებოდა. ამ გეგმის რეალიზაციას ხელი შეუშალა სუდანის სამოქალაქო ომმა. 350 კილომეტრიანი არხიდან ჯერ მხოლოდ 240 კილომეტრია გაკეთებული. 1984 წელს არხის მშენებლობა შეჩერდა. თუ კი როდესმე განახლდება არხის მშენებლობა, შეიძლება მან სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს სუდის ჭაობის ტერიტორიას. ნილოტები სახლებისა და საკვების გარეშე დარჩებიან და უამრავი სახეობის ფრინველი თუ ცხოველი განადგურდება. ტაკლამაკანის უდაბნო, ცენტრალური აზია, ჩინეთი, სინძიანის პროვინცია. ის წარმოადგენს მსოფლიოს სიდიდით მე-18 უდაბნოს. ხშირად მას სიკვდილის ზღვას უწოდებენ. ტაკლამაკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობით დაახლოებით 300,000 კვადრატული კილომეტრი. მისი სიგრძე 1000 კილომეტრზე მეტია, ხოლო სიგანე 400 კილომეტრი აქვს. უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს კვეთდა აბრეშუმის გზის განშტოებები. ამ უზარმაზარი უდაბნოს მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ადამიანის ნახელავია. ის არ იზიდავს ბევრ ტურისტს, ამის მიზეზი კი მისი გეოგრაფია და ჰავა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელია არ ვაღიაროთ მისი გასაოცარი მასშტაბი და სირთულე. დიახ, ეს ტარიმის ავტომაგისტრალია. ეს ავტომაგისტრალი მგზავრებს ეხმარება გადაკვეთონ სახიფათო უდაბნო სულ რაღაც ერთ დღეში. ამ უნიკალური ავტომაგისტრალის მშენებლობა 1993 წელს დაიწყო და 1995 წელს დასრულდა. მისი სრული სიგრძე 522 კილომეტრია. აქედან 446 კილომეტრი დაუსახლებელ ტერიტორიაზე, შუაგულ უდაბნოში გადის, სადაც არ ცხოვრობს არც ერთი ადამიანი. გარშემო არავინ ცხოვრობს, სწორედ ამიტომაა ტარიმის ავტომაგისტრალი ყველაზე გრძელი დაუსახლებელი გზა მთელს მსოფლიოში. ყოველი კილომეტრის მშენებლობაზე საშუალოდ 14 მილიონი დოლარი იხარჯებოდა. ეს გზა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჩინელებისთვის. ამასთან, ამ პროექტის რეალიზაციისთვის მათ უამრავ პრობლემასთან შერკინება მოუხდათ. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, დიდი სიცხე და რელიეფი. მას შემდეგ, რაც გზა აშენდა, ის არაერთხელ დაიფარა ქვიშის სქელი ფენით. ეს კი, რა თქმა უნდა, მასზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა და საჭირო იყო დამატებითი სამუშაოები მის გასაწმენდად. ყოველი გაწმენდის შემდეგ ერთი და იგივე მეორდებოდა. გზა ისევ ქვიშით იფარებოდა. რაღაც უნდა გაეკეთებინათ, ამიტომაც ინჟინერებმა ასეთ საოცარ მეთოდს მიაგნეს. გზის გარშემო ხეები დარგეს, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური. სპეციალისტებმა 5 წელი იმუშავეს ამ პროექტზე, იმისთვის, რომ შესაბამისი ხეები შეერჩიათ. ის რაც ქვიშას შეაკავებდა და ამავდროულად მალე არ გახმებოდა უდაბნოში სიცხის გამო. 1999 წელს მათ საცდელად 6 კილომეტრის სიგრძეზე დარგეს შერჩეული მცენარეები. თავიდან ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო. მათ არ იცოდნენ გაამართლებდა თუ არა ეს მეთოდი. ამ მეთოდმა გაამართლა და შეაკავა ქვიშა. ამიტომაც რამდენიმე წელიწადში ხეები 30 კილომეტრის სიგრძეზე დარგეს. 2003 წელს პროექტმა ხელისუფლებისგან საბოლოო ნებართვაც მიიღო. ამდენ მცენარეს ერთად მოვლა სჭირდებოდა. განსაკუთრებით უდაბნოს პირობებში რთული იყო მათი გახარება. ამიტომაც შეიქმნა მორწყვის ხელოვნური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხეები მუდამ იღებდნენ საჭირო წყალს. ამ ტერიტორიაზე 100 მეტრის სიღრმეში წყალი აღმოაჩინეს. შესაბამისად გაკეთდა ჭაბურღილები, საიდანაც მილები მთელი გზის გარშემო გაიყვანეს. სპეციალური სარწყავი სისტემა კი წვეთოვნის სახით მცენარეებს საჭირო რაოდენობის წყალს აძლევდა. დღეს მცენარეები გასცდა საზღვრებს. ხეებმა გაიხარა და სიგანეშიც მოიმატა ხელოვნურმა ტყემ. დღეს მათი სიგანე 70 მეტრს ცდება. თითქმის 300 კილომეტრის სიგრძეზე გზის გარშემო მცენარეებია, რომელთა საერთო ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ეს გასაოცარია. ჩინელმა ინჟინერებმა შეძლეს და გააშენეს ტყე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ უდაბნოში. აი სწორედ ამას ქვია საოცრება. მცენარეების და გზის მოვლისთვის აქ ყოველ 4 კილომეტრში აშენებულია სპეციალური შენობა-ნაგებობა, სადაც მომუშავე პერსონალი გამუდმებით ზრუნავს გზის სისუფთავესა და მცენარეების მოვლაზე. აქ კი ასობით ადამიანია დასაქმებული. მათ როგორც წესი 2 წლიან კონტრაქტს უფორმებს სახელმწიფო და შესაბამისად კარგი ანაზღაურებაც აქვთ.
გარდა ამისა, გზა და გზა შეხვდებით რამდენიმე რესტორანს, სასტუმროს და საკვებ ობიექტს. გზა 500 კილომეტრამდეა სიგრძეში, ამიტომაც მგზავრებს უწევთ გაჩერება და დასვენება. თუ კი არ ჩავთვლით ადგილობრივ მომუშავე პერსონალს, მთლიანი რეგიონი დაუსახლებელია. მაგისტრალს ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რაც ხსნის მის აშენებაზე დახარჯულ კოლოსალურ თანხებს. მისი თავდაპირველი დანიშნულება ნავთობსადენის მომსახურება იყო. ასევე უდაბნოში მდებარეობს ჩინეთში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადო. მაგისტრალის აშენებით კი გზა გაიხსნა ამ საბადოსკენ. ტარიმის ღრმული მოვაკებული დაბლობია დასავლეთ ჩინეთში. ტარიმის ღრმულის უდიდეს ნაწილს იკავებს ტაკლამაკანის უდაბნო. სწორედ ამ ადგილზეა ჩინეთის სრული ნავთობის ოდენობის 30%. 70-იანი წლების ბოლოს ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა ტარიმის ღრმულის შესწავლას და ნავთობის ამოღების საქმეს. 1984 წლის სექტემბერში კი უკვე აქტიურად მოიპოვებდნენ ნავთობს. თუმცა პრობლემა ნავთობის შუაგული უდაბნოდან ტრანსპორტირება იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ტარიმის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ამიტომაც დახარჯა სახელმწიფომ ამდენი ფული. ეს არის გრანდიოზული პროექტი, რომლის მსგავსიც ჩვენს პლანეტაზე არავის გაუკეთებია. ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილი დაფარულია წყლით, თუმცა აქედან მტკნარი წყალი არც ისე ბევრია. მტკნარი წყლების საერთო რაოდენობა მსოფლიოს წყლების სულ რაღაც 3%-ს აღწევს. ამასთან, ეს მტკნარი წყლები მსოფლიოს ტერიტორიაზე საკმაოდ არასტანდარტულადაა გადანაწილებული. საქართველოში მცხოვრებ ხალხს გაგვიმართლა, რადგან აქ დიდი რაოდენობით სასმელი წყალია. ჩვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღესაც არ გვექნება სასმელი წყალი. თუმცა სამწუხაროდ ბევრი ქვეყნისთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღემდე. ამ პრობლემის გადაჭრას ასეთ ქვეყნებში სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მსგავსი პროექტი ამბიციურ მმართველს მუამარ კადაფს ეკუთვნის. მისი დიდებული პროექტი ლიბიაში ცნობილია სახელით დიდებული ხელოვნური მდინარე ან მსოფლიოს მერვე საოცრება. ლიბიის ტერიტორიის დაახლოებით 98% დაფარულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოებითა და ტროპიკული უდაბნოებით. აღმოსავლეთით ლიბიის უდაბნო, დასავლეთით ფეცანის ვრცელი ქვიშიანი ქვაბულები. ლიბიაში არის ნავთობის დიდი საბადოები. ლიბიის ჰავა ძალიან ცხელია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 18 გრადუსს აღწევს. ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არის. დიდია მიწისქვეშა წყლის მარაგი. ბევრია მშრალი ხეობაც. სანაპიროზე გავრცელებულია სუბტროპიკული ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. უდაბნო თითქმის სრულიად მოკლებულია მცენარეულ საფარს. აქ-იქ გვხვდება ბუჩქნარები და ბუჩქბალახები. აქ პრაქტიკულად არ წვიმს და თუ კი ეს მოვლენა მაინც მოხდება, მაღალი ტემპერატურის გამო ძალიან მალევე აორთქლდება წყალი. 1920-იანი წლების დასაწყისში ლიბიელები საჰარაში ნავთობს ეძებდნენ. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა 1953 წლისთვის ყველაფერი შეიცვალა. ისინი რაღაც უფრო მნიშვნელოვანს წააწყდნენ სრულიად შემთხვევით. ნავთობის საბადოების მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს 4 უზარმაზარი მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზები, რომელთა მოცულობა 35,000 კუბური კილომეტრით განისაზღვრებოდა. სპეციალისტთა ვარაუდით, გიგანტური მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები ლიბიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იქნა გამყინვარების ეპოქაში. წყალი იმდენად ბევრი იყო, რომ მის მოცულობას მთლიანი გერმანიის ტერიტორიის დაფარვაც კი შეეძლო. მიწისქვეშა მტკნარი წყლების აუზი ნაწილობრივ 4 ქვეყანას მოიცავდა. ეს იყო ჩადის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ლიბია და სუდანი. 1960-იან წლებში პირველად გაჩნდა მოსაზრება გაეკეთებინათ სისტემა, რაც ამ წყლის სარგებლიანობას გაზრდიდა. თუმცა ძალიან რთული საკითხი იყო ეს ყოველივე. ყველაფერი მაინც მუამარ კადაფიმ დაიწყო. მან გასცა ბრძანება, რომ დაწყებულიყო ყველაზე მასშტაბური სამუშაოები. კონსტრუქციის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყო 1984 წელს და დაჯდა 5 მილიარდი დოლარი. ლიბიის ლიდერი ფიქრობდა, რომ ამოიღებდა წყალს მიწისქვეშა აუზებიდან და მიაწვდიდა მას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს. სხვადასხვა გამოთვლებზე დაყრდნობით აღმოჩენილი წყალი ლიბიელ ხალხს მთელი 4000 წელი უნდა ეკმარა. ლიბიის ხელისუფლების მაშინდელი ლიდერი კადაფი უშუალოდ იყო ჩართული წყლის ამ დიდ პროექტში და პროექტის ექსპერტებს ყველა შესაძლებლობა მისცა წარმატების მისაღწევად. ქვეყნის პირველი პირი ამ პროექტს მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდა. კადაფიმ პროექტი იმდენად უზრუნველყო, რომ მის შემდეგ მმართველებსაც ამ პროექტზე სერიოზულად უნდა ემუშავათ, რათა ეს ლიბიის მომავლისთვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა. პროექტი 5 ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპი გულისხმობდა უზარმაზარი 80 ტონიანი მილების დამზადებას, რომლებიც იქნებოდა წყლის მიწოდების მთავარი არხი. მილები იმდენად გიგანტური იყო, რომ მასში საავტომობილო გზაც კი გაკეთდებოდა. მთლიანობაში დაახლოებით 9 მილიონი ასეთი მილი დამზადდა, რომელთა დიამეტრიც 4 მეტრს აღწევდა. წყლის გამტარი მთავარი არხი სწორედ ეს იქნებოდა.
კადაფიმ დაიქირავა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ამ საქმეს გაუძღვებოდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელები, იაპონელები და გერმანელები. უზარმაზარ მილობს სპეციალურად გაკეთებული გზით ეზიდებოდნენ შესაბამისი სატვირთოებით. გზა ძალიან გრძელი იყო. მილების გადატანის საქმე ურთულესი აღმოჩნდა. პირველი ეტაპი გულისხმობდა 1200 კილომეტრის სიგრძის მილების ჩადებას მიწაში. წყლის სისტემა მიწის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოწყობილი, ამიტომაც 6 მეტრის სიღრმეში ჯერ გრძელი ორმო ამოთხარეს. პირველი ფაზის მშენებლობა თითქმის 5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მეორე ეტაპზე, რომელიც 1999 წელს დაიწყო, წყლის არხი მიიყვანეს ქალაქ ტრიპოლამდე. ეს არის ლიბიის დედაქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი ქვეყანაში. მისი მიზანი კი იყო პირველ რიგში დედაქალაქის და მისი შემოგარენის მომარაგება სასმელი წყლით. მესამე ეტაპი უკვე მოიცავდა ქალაქ კუფრას და ბენღაზის მომარაგებას წყლით. ბოლო ორი ეტაპი კი გულისხმობდა არხის გაყვანას ქალაქ ტობრუკამდე და შემდეგ მთელი სისტემის გაერთიანებას. ასე შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მიწისქვეშა ქსელი გამოვიდოდა, რომელიც მთელს ლიბიას მოამარაგებდა სასმელი წყლით. მთლიანობაში ამ პროექტისთვის 1300 ჭაბურღილი იქნა გაკეთებული, რომელიც 20 წელია უკვე რაც მუშაობს. 3500 კილომეტრის სიგრძის წყალსადენი მსოფლიოში ყველაზე გრძელია და მოიცავს 5 უდაბნოს. 4 მეტრის დიამეტრიანი მილების საშუალებით დღეში დაახლოებით 6.5 მილიონი კუბური მეტრის წყალი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიეწოდება. ამ ყველაფერთან ერთად გამოდის, რომ ჩრდილოეთ ლიბიის თითოეულ მოქალაქეს დღეში 1000 ლიტრამდე წყალი აქვს. 2011 წლის სამოქალაქო ომამდე შესაძლებელი გახდა 5 ეტაპიდან 3 ძირითადად განხორციელებულიყო. ამ დიდებულ პროექტს ლიბიელი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მეშვეობით ხალხმა სხვადასხვა საქმე წამოიწყო და ეკონომიკური მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. პროექტისთვის დახარჯული თანხა 24 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მე-10 პროექტი გამოდიოდა ეს წყალმომარაგების სისტემა. ლიბიას ამ პროექტის განხორციელებაში მსოფლიო ბანკი და ამავდროულად იუნესკო დაეხმარა. ქვეყანაში მოსახლეობა დღემდე ამ პროექტს კადაფის დამსახურებად თვლის. რადგან ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ამ პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს დახმარებას თხოვა. ლიბიაში ამ პროექტს იცნობენ სახელით დიდმა კაცმა შექმნა მდინარე. რეალურად სასმელ წყალთან ერთად ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში შემოსული პროდუქტის შემცირება იყო, რათა ქვეყანას თავად შესძლებოდა მიწების დამუშავება და წარმოება. სწორედ ამ ხელოვნური მდინარის დახმარებით გაფართოვდა ქვეყანაში მწვანე ზონები. მუამარ კადაფიმ მას მსოფლიოს მერვე საოცრებაც უწოდა და წარადგინა, როგორც საჩუქარი მესამე მსოფლიოსთვის. ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი ქვეყანას 1969-2011 წლებამდე მართავდა. ცნობილია როგორც პოლკოვნიკი კადაფი. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. 2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს. მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს. 2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება, რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან 23 ოქტომბრამდე გაგრძელდა, რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა. ჩვენი დღევანდელი ვიდეოც ასე მიიწურა. გამოიწერეთ არხი და გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს. ეს ჩვენი ახალი არხია Boomstory, ამიტომაც თქვენი მხრიდან ყველაზე დიდი დახმარება ის იქნება, თუ კი ახლავე გამოიწერთ არხს. გმადლობთ რომ გვიყურებთ.